ნაკრებში გამოძახება ჩვენთვის ყოველთვის არის ძალიან სასიამოვნო და საამაყო. ნებისმიერ მეტოქეს, რა თქმა უნდა, მაღალი პროფესიონალიზმით უდგებით. ეხლა ისეთი დროა, რომ ზოგს ცოტა ადრე დაუსრულდა სეზონი. ჩვენთვის ერთი მხრივ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ფორმა შეგვენარჩუნებინა და ზატყოფნაში შევხედოდით ამ თამაშებს. ორივე მეტოქეს არ ვიცნობთ ჯერჯერობით ისე ახლობდნენ მე პირადად, თუმცა მალე გავიცნობთ და ველოდებით ძალიან კარგ სპარინგებს. ძალიან მივესალმები იმ მომენტს, რომ ვილის ანიოლი აძლევს საშუალებას ნებისმიერს, რომელიც ზატყოფნაში იქნება, მიეცეს შანსი ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენისა. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, ალბათ ნახავთ საქმეში და დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში გამოვადგებიან ისინი ჩვენს ნაკრებს. სასიხარულოა ყოველთვის ნაკრებში ჩამოსვლა. ამ შეკრებაზე არის რომ ბევრი დებიუტანტია, მინდა მივულოცო მათ. ვარჯიშებიც კარგად მიდის, ვემზადებით ამ ორი თამაშისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ნაკრებში რომ მოდიხარ ვისე თამაშები, როცა ნაკრების მაისურს იცვა, მოწინააღმდეგეს არასდროს არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდება ეს ორი მატჩი. ჩემი თავს რაც შეეხება, სეზონის ბოლოა, ვცდილობდი რომ თავი შემენახა კარგად ჯანმრთელად ყოფილიყავი და მზად ვარ ამ ორი თამაშისთვის. დინამო არენა არის ჩვენი სახლი, ყველა ფეხბურთელის და ყოველ სასიხარულო ამ სტადიონზე თამაში, რაც ქუთაისის თამაში შეეხება ქუთაისში, ვფიქრობ რომ მათ იციან კარგი გულშემატკივრობა და ძალიან მაგარ ატმოსფერო შექმნიან ამ თამაშს.